დანანგის შემდეგ ცენტრალური ვიეტნამის კიდევ ერთ ქალაქს, ჰუეს ვესტუმრა. მე-19 საუკუნეებში ჰუე იყო ნგუენის დინასტიის იმპერიული დედაქალაქი. შესაბამისად, ეს ადგილი გამორჩეულია მონუმენტებით და არქიტექტურით. ვიეტნამის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად გაყოფის შემდეგ ჰუე სამხრეთ ვიეტნამის ტერიტორიაზე მოხვდა. 1993 წელს ჰუეს ისტორიული მონუმენტები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ჰუეს მთავარი სანახაობა საიმპერატორო სასახლეები, აკლდამები და ტაძრებია. სასახლეში შესვლა სულ რაღაც $8 დაგიჯდებათ. ხოლო თუ აკლდამების ნახვაც მოგინდებათ, გირჩევთ, რომ ბილეთი აქვე იყიდოთ. ბევრად იაფია და მთელი დღის განმავლობაშიც გამოიყენებთ. კედლები შორიდან კარგად არ ჩანს, თუმცა თუ მიუახლოვდებით და დააკვირდებით, ბევრ საინტერესო ორნამენტს აღმოაჩენთ. სასახლის მონახულების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჰუეს ქუჩის საკვებიც გამესინჯა. ეს არის ტკბილი კარტოფილისა და ბანანის დესერტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გემოვნებისთვის ზედმეტად ცხიმიანია, საკმაოდ საინტერესო გემო ჰქონდა. ჰუე რამდენიმე ვიეტნამური ტრადიციული კერძის სამშობლოცაა. სწორედ ამიტომ ერთ-ერთის დასაგემოვნებლად ადგილობრივ რესტორანში შევედი. კერძთან ერთად სხვადასხვა ტიპის соуსი მოიტანეს. ამ соуსების მთავარი ინგრედიენტი მიწის თხილია. მოგვიანებით ვნახე თუ როგორ ამზადებენ სურნელოვან ჩხირებს. ცეცხლმოკიდებულ ჩხირს საკმაოდ მძაფრი სურნელი აქვს. მისი ხშირად შესუნთქვა მაინც და მაინც სასარგებლო არ არის. ვიეტნამელებს რომ ფოტოების გადაღება ძალიან უყვართ, ეს კარგად იციან მაღაზიის მეპატრონეებმაც. სწორედ ამიტომ ფერად ჩხირებს ორნამენტებად აწყობენ, ქუდებს და ტრადიციულ სამოსს აგროვებენ და სივრცესთან ერთად ფოტოების გადასაღებად აქირავებენ. ჰუეს ერთ-ერთი მისტიკური და საინტერესო სანახაობაა აკვაპარკი. ეს პარკი 2006 წლიდან მიტოვებულია და სანახევროდაა აშენებული.